ანალიზი და პროგნოზი, თამამი კითხვები და კომპეტენტური პასუხები. სპორტი ყველასთვის. დავუთმოთ მეტი დრო ქართულ სპორტს. რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. მოგესალმებით, სპორტის თემა არის პირდაპირ ეთერში, იქიდან გამომდინარე, რომ კვირის ბოლოს დაგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რამდენიმე სპორტული საკითხი და ბუნებრივია გვინდოდა, რომ ყველა მათგანისთვის დაგვეთმოთ, რომ შევარჩიეთ ასეთი ფორმატი, გვაქვს 3 თემა და გვექნება 3 ჩართვა შესაბამისად ამ თემებზე საუბრისთვის. დავიწყოთ საკალათბურთო ამბით, იმიტომ რომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისხრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ჩვენ ვართ A ჯგუფში და დავუპირისპირდებით, რაც ცნობილი არის პირველ რიგში ესპანეთის ნაკრებს, ხოლო დანარჩენ 2 მოწინააღმდეგეს გამოავლებს პირველი საკვალიფიკაციოს D ჯგუფი და მეორე და ასევე პირველი საკვალიფიკაციოს A ჯგუფი. D ჯგუფიდან მეორე ადგილოსანი გუნდი გადმოინაცვლებს ჩვენ ქვეჯგუფში, ხოლო A ჯგუფიდან გამარჯვებული, ანუ პირველ ადგილოსანი მოხვდება მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადაც როგორც გითხარით არის საქართველო და ესპანეთი. მოდი ახლა გავარჩიოთ რომელი მეტოქეების შესაძლებლობა არის დასაშვები. A ჯგუფში არის სლოვაკეთი, შვეიცარია და უკრაინა, ანუ ამ 3 ნაკრებიდან ერთ-ერთი აუცილებლად ჩვენი მეტოქე იქნება და D ჯგუფი აქ არიან თავმოყრილნი დანია, ნორვეგია და ხორვატია. ასე რომ აი ამ 6 გუნდიდან რომელიღაცა 2 იქნება აუცილებლად ჩვენი მოწინააღმდეგე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ უკვე აქვს ნათამაშები, ევროპის ჩემპიონატზე კი 6 ჯერ. ასე რომ წინ გველოდება ევროპის ჩემპიონატი, ეს საკვალიფიკაციო ეტაპი არის რამდენიმე საფეხურიანი, ანუ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში და ეს დაძლევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საუკეთესო 3 ნაკრებს შორის მოვხვდებით, შემდეგ გადავინაცვლებთ ეს 3 ნაკრები გადაინაცვლებს D ჯგუფში, სადაც შევქმნით 6 ჯგუფს და 6-დან 4 საუკეთესო უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. ჩვენ ვითამაშებთ B ჯგუფის მეორე 3 საუკეთესო ნაკრებთან, საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და პრესაკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გუნდი, ან ჩრდილოეთ მაკედონია, ან რუმინეთი, ან უნგრეთი. ასე რომ ერთი შეხედვით შესაძლებელია, რომ რთული ბადე იყოს, მაგრამ მეტოქეების თვალსაზრისით შემიძლია თამამად თქვა, რომ ბოლო პერიოდში რაც დაგვრჩებდა, რომ არ გვიმართლებდა, ეხა პირიქით გაგვიმართლა და არ ყავს ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც შეიძლება შეგვიშალოს ხელი დარჩენილი საგზურების ათვისებაში. პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჩაგურთვება ახლა პირდაპირ ეთერში და მაინტერესებს პირველ რიგში მისი შეფასება, მეთანხმება თუ არა იმაში, რომ ჩვენი კენჭისხრა არ იყო ისეთი რთული, როგორცაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ სხვადასხვა სპორტში და მათ შორის კალათბურთშიც დავეჩვიეთ. მოგესალმებით, ვახო, გამარჯვებათ, მივესალმები რადიო მსმენელებს, უპირველეს ყოვლისა. არათუ დაგეთანხმებით, მე უფრო მეც ვიტყვი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კენჭისყრით და გამართლება თუ ქვია ამ სიტყვას თუ ვიხმართ, მართლაც გაგვიმართლა ამ კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებული ერთგვარი ძეჟაუსკი ხდება და აი ესპანეთი, რომელიც ჩვენ ესე უკვე ღიმილით ვიზახეთ, რომ სადაც მივდივართ, ყველგან მოყვება, ან თვითონ სადაც მიდის ჩვენ მივყვებით, ეს ცუდი ნამდვილად არ არის ესპანეთი, რო არის ჩვენთან, უკვე ვიცით ესპანეთთან თამაში, არათუ ვიცით, არამედ ერთხელ მოგებული გვაქვს და აი ძეჟავუ ვახსენე, არა მხოლოდ ესპანეთთან არის. ეხა ყველაზე ისეთი გულშემატკივარიც კი ალბათ დამეთანხმება ყველაზე კრიტიკულად განწყობილიც, რომ ამ ჯგუფიდან არათუ გასვლა იმ სამეულში თავიდან უნდა გავიდეთ აუცილებლად და საჭირო იქნება გავიდეთ რაც შეიძლება მეტი მოგებით. ანუ დაახლოებით 4 მოგება იქნება, არა გარანტია, არამედ მაგრამ კარგი პოცდამი იმისთვის, რომ შემდეგ მეორე წრეში უკვე საბერძნეთის ჯგუფის, საბერძნეთს იმიტომ ვახსენებ, ხო, რომ აუცილებლად იქნება ალბათ. ხო, მოდი მაყურებელს უთხრათ, საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და საკვალიფიკაციო ერთი კალენდარი ძალიან კარგი გვაქვს. პირველი თამაში D
დიდი ალბათობით გვექნება იმ გუნდთან, რომელიც მოიგებს დიდი ალბათობით აუცილებლად იმ გუნდთან გვექნება, რომელიც უკრაინა შვეიცარიას გულისხმობს. მე იქ გამოვრიცხოთ ის მესამე გუნდი, იმიტომ რომ ძალიან სუსტია. სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა, სავარაუდოდ უკრაინა იქნება. შესაძლოა ეს თამაში თბილისში გვექნება და იქნება მოსაგები. შემდეგ როგორც წინა მსოფლიო საკვალიფიკაციოზე, ასევე გასვლა გვექნება ესპანეთთან, ზუსტად ისე, როგორც მაშინ ჰქონდა და შემდეგ უკვე მეორე ფანჯარაში 2 მატჩი. ძალიან დიდი ალბათობით მე მგონია რომ ეს იქნება დანიის ნაკრები, ხორვატიას უბრალოდ ვერ უნდა მოერიოს დანიის ნაკრები და ესეც ასე ვთქვათ ნანახი გვაქვს ორი თამაში დანიასთან, რომელიც გვექნება, მე ვფიქრობ რომ ის თამაში ორივე უნდა მოვიგოთ და შემდეგ უკვე დავამთავრებთ ისევ ესპანეთს. წარმოიდგინეთ ახლა ცოტა გრძელი ის გამომივიდა, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არა მხოლოდ წილისხმით, არამედ იმ კალენდარით, რომელიც ხელს შეგუწყობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იმაში, რომ შემდეგ უკვე იმ მომავალი საკვალიფიკაციოსთვის, რომელიც უკვე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ დაიწყება, მყარად ვიდგეთ ფეხზე და არ იყოს არარეალური ის, რომ ჩვენ მეორედ ზედიზედ გავიდეთ სოფლიო ჩემპიონატში. იმ თვალსაზრისით ხა როგორი სურათის თქვენ დახატეთ, დარწმუნებული ვარ რომ ხორვატიამ სასწაული არ უნდა ჩაიდინოს ნეგატიური თვალსაზრისით და ვერ უნდა მოხვდეს ჩვენ ჯგუფში. რამდენიმე მეგობარმა მკითხა უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ. გადახედეთ სად ხდება ხორვატიის ნაკრები. თუკი გაიმარჯვებს და გავა პირველ ადგილზე. გადახედეთ, არანაკლებად და ძალიან რეალური ექნება მას შანსი რომ გავიდეს იქ იმ პირველი ადგილიდან სადაც გავა, იქიდან გავიდეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატში. რატო უნდა ჩაიდინოს ეგ სასწაული? მე უბრალოდ ამის აზრს ვერ ხვდები. რა გარანტია აქვს უკვე მოფერიანებულ საქართველოს ნაკრებთან, ესპანეთის ნაკრების ძალას, აღარ არის ლაპარაკი მაგაზე და იქ ბერძნეთია და იქ მონტენეგროა, ხო? არანაირად არ ვეთანხმები. მე არა თქვენს, არამედ ამ საერთოდ მოსაზრებას, რომ ხორვატიის ნაკრებმა შეიძლება რაღაცა. ზოგადად ძალიან უცნაურია, რომ ხორვატია პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს ამასპარეზობას, მართლაც რომ ძალიან უცნაურია, მაგრამ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ევრობასკეტი ელოდება წინ, დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ ამ ბარიერების დაძლევის უნარი გააჩნია ადამიანურ რესურსის თვალსაზრისით, სხვა დანარჩენს კი პროცესი დაგვანახებს. მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ყავს უკვე აღარ ითქმის ხო ალექსანდრ ჯიკიჩზე რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, მაგრამ მაინც პროცესია, თქვა, დაღვინების ჩვენ ნაკრებში, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება ხოლმე დრო ამა თუ იმ სპეციალისტთან შეგუების, ასე იყო ყველასთან მიმართებაში, ვისაც კი უმუშავია ჩვენს გუნდში. თქვენ როგორ აფასებთ, რა ეტაპზეა ეს ყველაფერი და ალექსანდრ ჯიკიჩის დამოკიდებულებაც მაინტერესებს ჩვენი კალათბურთელების მისამართით. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად ნებისმიერ მსნელს ჭირდება ადაპტაციის პროცესი, პერიოდი იმისთვის რომ გაერკვეს, ჯერ უნდა გაერკვეს და შემდეგ უნდა დაალაგოს იმის დამიხედვით, თუ როგორი მოთხოვნილებაა, როგორი მენტალიტეტი აქვს იმ გუნდს, რომელსაც იგი ცვლის და თითოეულ მოთამაშეს, ხო? მე ვფიქრობ, ეს პირველი ეტაპი ამ პროცესის ჯიკიჩმა უკვე გადალახა, იგი გაერკვა ჩვენ ქართველების მენტალიტეტში, გაერკვა თითოეული მოთამაშის შესაძლებლობებში და მე ვფიქრობ, რომ იგი ადგას სწორ გზას. არ არის მაინდა-მაინც ჩვენ შეიძლება ვერ დავიკვეხნოთ, იმიტომ რომ ჯიკიჩი არის მსოფლიოში ეს ყველაზე გამორჩეული მსნელი, მაგრამ იგი ნამდვილად აზროვნებს და იმასაც რო გადავხედოთ, თუ როგორი შეცდომების შემდეგ ოღონდ შეცდომები გამომდინარე იყო სწორედ მისი არცოდნიდან და არცოდნიდან რას წარმოვადგენდით ამ თითოეული მოთამაშის, შემდეგ როგორ შეიცვალა ყველაფერი და საბოლოოდ ის არჩევანიც, რომელიც მან გააკეთა ლეგიონერთან დაკავშირებით, იმაზეც მეტყველებს, რომ ჯიკიჩმა სწორედ განსაზღვრა რა ჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს, ანუ როგორი ნატურალურიზებული კალათბურთელი ჭირდებოდა და არა თქვათ ისეთი სკორერი, როგორიც არის ჰოვარდი ან ზუსტად ეს გჭირდებოდა ჩვენ და ალბათ თქვენს დამეთანხმებით და რადიომსმენელების და კალათბურთის გულშემატკივრების, რომ კამარ ბოლდუინმა საქართველოს ნაკრების სახე შეცვალა მთლიანად. მოდი მაყურებელს განუმარტოთ, როგორი ნატურალიზირებული კალათბურთელი გჭირდებოდა ჩვენ.
მოდი განვმარტოთ, ხო ჩვენ გვჭირდებოდა ნატურალიზირებული მოთამაშე, რომელსაც შეეძლო პირველი ნომრის, ანუ გამთამაშებლის ფუნქციების შესრულება და როცა საჭირო იქნებოდა იმ მომენტში განეხორციელებინათ ხორცნა, ანუ სამქულიანებთანაც რომ ძალიან ახლოს იქნებოდა. ანუ ჩვენ რეალურად გვჭირდებოდა კაცი, რომელსაც შეუძლია ორ პოზიციაზე მეტნაკლებად თანაბრად რომ გაისარჯოს და გამარჯვება ბოლდუინმა ხა ფინეთთან გამოაჩინა, რომ ეს რესურსი გააჩნია. კი ბატონო, კამარ ბოლდუინი შეიძლება ვიღაცას თუ ვინც ევროლიგას ადევნებს თუ აყურს, შეიძლება მეფიქრა რომ ის ცოტა შეზღუდულად იყო ბასკონიაში, მაგრამ მისი შესაძლებლობები ნათლად დავინახეთ ჩვენ ამ ორ მატჩში. მერე მოხდა ის ტრავმა, რომელიც მან მიიღო, შემდეგ ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ეხლა უკვე მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ შეიძლება ამ უიკენდებზეც კი უკვე კი ბარსელონასთან უწევს თამაში. აი მე გეტყვით, ჩემი ხედვით ხო, რომ კამარ ბოლდუინი არის ზუსტად იმ ტიპის მოთამაშე, რომელიც ჭირდება საქართველოს ნაკრებს, არა მხოლოდ ამ მატჩებში, არამედ პროცესში, გარკვეული წლები, ზუსტად ესეთი მოთამაშე გვჭირდება, რომელმაც იცის გუნდურობა, რომელიც არ არის ეგოისტი მოთამაშე, რომელმაც იცის პასის მიცემა, რომელიც ფარზე ბურთს ხსნის და საჭირო რო იქნება აიღებს თავის თავზე და შეასრულებს არა მხოლოდ იმ სამქულიანებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, არამედ იმ სოლისტებური შესრულებით და შემდეგ ამოტანით ბურთით, თუ კი შესაძლებლობა არ აქვს როლის. ანუ ზუსტად აი ესეთი მოთამაშეა, როგორც ჭირდება ჩვენ ნაკრებს და თან გავითვალისწინოთ მისი ასაკი, გავითვალისწინოთ მისი ადამიანური თვისებები, რომელიც აღწოვანებულია ყველა, როგორც გუნდის წევრები, ასევე აბსოლუტურად. ხოთაშორის თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამას ხას უსმევს. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, ყველა ხას უსმევს პიროვნულ თვისებებს კამარ ბოლდუინისა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა უკვე და სავარჯიშო პროცესში არის ჩართული. ძალიან დაგვაინტერესა, თქვათ განსხვავებები, თუმცა არ არის ეთიკური, მესმის რომ ეხა ეს საკითხები ჩვენ განვიხილოთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, რომ ვისაც ვკითხეთ, ვინც ნაკრების გარშემო ტრიალებს, პირველ რიგში ხაზი ამას გაუსვა, ეს ძალიან მოგწონს. ბატონო პატა, რესურსის თვალსაზრისით საქართველოს აქვს თუ არა პერსპექტივაში იმის შესაძლებლობა, რომ გაძლიერდეს პირველი ხუთეულის დონეზე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ევრობასკეტის შემდეგ გარანტირებულად გიორგი შერმადინი ნაკრების რიგებს დატოვებს. ეს ძალიან დიდი, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. მე გამიხარდება გიორგი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს თავის საკლუბო კარიერას, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ გიორგიმ ვალი პირნათლად მოიხადა და კიდევ იხდის ხო საქართველოს ქართული კალათბურთის წინაშე, მაგრამ ამ ვაკუუმის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება საწყის ეტაპზე. არიან ბავშვები, რომლებიც ბავშვებს ვეძახიმე, არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც რა თქმა უნდა პერსპექტიულები არიან, რა თქმა უნდა მომავალში მათი იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალიან რთული იქნება აი ამ პოზიციაზე რაღაცა ისეთის მიღება, რომელიც თავიდანვე არ გაგზნობინებს გიორგი შერმადინის არყოფნას. რო იყოს გოგას თემა და რო იყოს სანდროს თემა, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვეულებრივ აი დღეებში და იმ თამაშებში, როცა NBA-ში სეზონია, მაშინ ამაზე არ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ არ გვეყოლება ჩვენი ამერიკელი კალათბურთელები, ნუ ჭალებში ამერიკელები და ამიტომ ამბობ ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. და ვახო, სწორედ ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ის არ დაცემულიყო ის ტონუსი არ ყოფილიყო, რაღაცა წყვეტა არ ყოფილიყო, აი ესეთი ჩავარდნა გულის დაწყვეტა, ხელის შაქნება და ამიტომ იყო უმნიშვნელოვანესი ევროპის ჩემპიონატზე თამაში, იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდა მოთამაშე სწორედ ახლა ენთუზიაზმით არის, ყველას უნდა რომ აი ის პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე წლის წინ დაიწყო და რომელიც ესე წარმატებულად გრძელდება, ისიც იყოს ჩართული ამ პროცესში და მე ეჭვი არ მეპარება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიღაცა გამოჩნდება, მე ხარ რამდენიმე კალათბურთელი შემიძლია ჩამოვთვალოთ, მაგრამ არ მინდა და არიან ბიჭები, რომლებიც შეავსებენ ამ დანაკლისს, ოღონდ გიორგი შერმადინის დანაკლისის შევსება, ნუ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თავიდან. მესმის თან მისი პოზიტიური დამოკიდებულების ზოგადად პოზიტიური
მოკლედ ფანტასტიკური ბიჭი. ბილად რა თქვა მია. გიორგი შერმადინის წინაშე ქედი უნდა მოვიხადოთ აბსოლუტურად ყველამ, რაც მან გააკეთა ქართული კალათბურთისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის და ზოგადად კალათბურთისთვის. კი ბატონო. მის წინაშე და მე ისი დიდი იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატში. გეთანხმებით 100%. დაგვჭა 5 წუთი და 2 მნიშვნელოვანი კითხვა. პირველი, თვლით თუ არა რომ ინდიანა პეისერსი NBA-ში ისევ ანდერდოგად უნდა მივიჩნიოთ, რაც მას შემდეგ რაც კლივლენდ კავალიერსი გაანადგურა უბრალოდ სერიაში 4-1 და მეორე საქმე იქეთკენ მიდის რომ თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში უკვე ბარსელონას მაისურით იასპარეზებს ესპანეთის ჩემპიონატში კონტრაქტის დეტალები არ ვიცით და ბუნებრივია არც არის საჭირო რომ ყველაფერი იცოდეს მე მაინტერესებს სუფთა საკალათბურთო თვალსაზრისით ვიცით რა მისი გამოცდილება ამ ჩემპიონატში ასპარეზობისა არის თუ არა ესპანეთის ლა ლიგა დღეს თოკოსთვის შესაბამისი სირთულის თვალსაზრისით და როგორ უყურებთ ამ ტრანსფერს არის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კი ბატონო დავიწყოთ მოდი ინდიანათი რადგანაც პირველი კითხვა სწორედ ინდიანათი დაიწყეთ თქვენ ამ კითხვის დასმა შეიძლება ჩავთვალოთ რომ რაც თქვენ თქვით რომ ინდიანა ასრულებს ამ ფუნქციას ლევანდელ წელს თუმცა არ დაგვავიწყდეს ის რა მდგომარეობაში იყო კლივლენდი იმ ბოლო პერიოდში. არ დაგვავიწყდეს ევან მობლის ძალიან რთული ტრავმა. არ დაგვავიწყდეს გარლანდი, რომელიც პრაქტიკულად აღარ ყავდა და დონოვან მიჩელი, რომელიც რაც შეეძლო აკეთებდა, მაგრამ ის გუნდურობა, რომელსაც ეს გუნდი ანახებს ჰალიბარტონიდან დაწყებული და ყველა ემბიჩით დამთავრებული, რომელიც მათ გვერდში არიან, აბსოლუტურად გუნდური თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნათელი მაგალითია ინდიანა და მე ველოდები რომ არ იქნება ეს ბოსტონი თუ იქნება ეს ნიუ-იორკი არ იქნება კონფერენციის ფინალში ლიგას ეერნება დავაკვირდი ბატონო პატა და old school-ის მოყვარულებს ყველას მოწონს პეისერსი ეს რა შეეხება ინდიანას ეხლა რა შეეხება ჩემთვის ძალიან ამაღლებელია და ძალიან არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ყველასთვის ყველა ქართული სპორტის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ კალათბურთის მოყვარულთათვის იმიტომ რომ თორნიკე შენგელია კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსირო რომ არის ჩვენ საუკუნეში 21 საუკუნის ჩემთვის პირადად საქართველოს ყველაზე საუკეთესო სპორტსმენი და არის სივაშკაცის სამშობლოს სიყვარულის და ყველაფერ კაცობის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს კაცი როგორი უნდა იყოს სპორტსმენი როგორი უნდა იყოს სამშობლოს მოყვარული ადამიანი იმაზე თუ რა დონის არის ამაზე ჩვენ ყველამ ვიცით და სწორედ ამიტომ უპრიანია თქვენი დასმული კითხვა სწორედაც ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც 10 თავით აღემატება ყველა სხვა დანარჩენ ჩემპიონატებს, მე ევროპას გულისხმობ, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის თოკოს შესაფერისი და არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი. ვიამაყოთ, რომ ბარსელონა ესეთი სახელოვანი გუნდი, ლეგენდარული ბარსელონა და გავიხსენოთ, რომელ ქართულ კალათბურთელს უთამაშია ესეთ გრანდში, როგორიც არის ბარსელონა, ხო? არა, ვის მე მგონი ევროპის მასშტაბით. მე არ ვაკნინებ არც უნიკახას, არც ტენერიფეს, არც ვირტუს, არც ბასკონიას, ნამდვილად არ ვაკნინებ. არც გალათასარაის და არც ოლიმპიაკოს. მაგრამ ბარსელონა არის ბრენდი, რომელსაც წარდგენა არავის წინაშე არ წირდება, როგორც საკალათბურთო, ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით. და რამდენად სიამაყეა რომ და რამდენად გახარებულები ვართ რომ ჩვენი თოკო იქნება ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. წყვილად ხوار დაუძახებდნენ და რაც გამოვიდა ხმები და რაც ჩვენ ვიცით 2+1. თუ გავითვალისწინებთ თოკოს ასაკს, ეს არის ძალიან კარგი კონტრაქტი თოკოსთვის. არ არის პატარა ბიჭი, დაწყნარებული, გარანტირებული ექნება ეს კონტრაქტი, უფრო მეტად მოიცლის ამ ზაფხულში მისი გონებას და მისი სხეულიც საქართველოს ნაკრებისთვის და მე ბედნიერი ვარ, რომ თორნიკე შენგელიას დაუფასდა ის შრომა, რომელიც მან გასწია არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც არ ვიცი, უბრალოდ უკვე ვთქვი და შეფასება არ აქვს ჩემთვის, არამედ ზოგადად ევროპული კალათბურთისთვის. თოკოს დაუფასდა ეს ყველაფერი და მე იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი იქნება კომპენსაცია იმ ტრავმის შემდეგ გამოწვეული საშინაო ევროპის ჩემპიონატისა, რომელიც ჩვენმა თორნიკე შენგელიამ გამოწვევა რამდენიმე წლის წინ.
გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პაატა გურასპაული საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ მას ვემშვიდობებით. ეხლა გავალთ რეკლამაზე. რეკლამის დასრულების შემდეგ სასაუბროდ გვაქვს გამზადებული ორი საკითხი. პირველი ხელბურთის ნაკრების კენჭისხრა ევროპის ჩემპიონატზე და მეორე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ჩელენჯერის სერიის ტურნირს უმასპინძლებს. რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სპორტის სფეროდან, რომელიც ამ კვირაში საქართველოსთვის იყო საინტერესო, უკავშირდება ფიგურულ ციგურაობას. გახდა ცნობილი, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ინიცირებულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს სახელად თრიალეთის თასი 2025. საქართველომ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა როგორც ჩანს საერთაშორისო ფედერაციის და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფიგურულ ციგურაობაში ასეთი დონის ტურნირი ჩატარდება თბილისში. მაგა გიორგობიანი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობთ რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ. მაინტერესებს რა იყო ის აუცილებელი კრიტერიუმები იმისათვის, რომ მასპინძლობის უფლება მოგვეპოვებინა. ქალბატონ მაკას ჩვენ რამდენიმე წამში დაუბრუნდებით, შეგახსენებთ რომ ჩელენჯერის სერიის შეჯიბრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში და საქართველოში გვექნება 4-ვე კატეგორია, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, პლუს ამას სპორტული წყვილები და სპორტული ცეკვები. მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერი არის თარიღად მიჩნეული და ამ ყველაფერს უმასპინძლებს ახლად აშენებული ყინულის დარბაზი. ქალბატონო მაკა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მაინტერესებს პირველ რიგში რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო საჭირო იმისათვის, რომ მასპინძლობის უფლება ჩვენ წამოგვეღო? მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების უნდა აკმაყოფილებდეს ის საციგურაო მოედანი, რომელზეც ქვეყანა აკეთებს განაცხადს. ამ შემთხვევაში თბილისში გახსნილი ახალი საციგურაო მოედანი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც საჭირო ასეთი მაღალი რანგის ტურნირის მისაღებად. არის თუ არა გათვალისწინებული კონკრეტული ქვეყნის სპორტული შედეგები აღნიშნულ სახეობაში, იმიტომ რომ შეიძლება ეს არ იყოს ოფიციალური მოთხოვნა, მაგრამ პრესტიჟისთვის და ცნობადობისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რომ ჩვენი განაცხადი განხილული ყოფილიყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სპორტსმენების ძალიან მაღალი მიღწევების ბოლო წლებში განსაკუთრებული მიღწევების დამსახურება. ჩვენ გვაქვს 4-ვე კატეგორია მოცემული საქართველოში მამაკაცი, ქალები, სპორტული წყვილები და სპორტული ცეკვები. დარწმუნებული ვარ, რომ 4-ვე კომპონენტში ჩვენ წარმომადგენელი გვეყოლება და რა თუ გქონდა თქვენ საუბარი ქართულ სპორტსმენებთან, არის თუ არა თქვათ განწყობა ისეთი განსხვავებული, იმიტომ რომ საქართველოში ამ სპორტსმენებს და ძალიან მაღალი დონის სპორტსმენებზია ეხა საუბარი, არ ქონია ჩანსი რომ ჩვენს თავიანთ ქვეყანაში მოკლედ ეასპარეზათ. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები არიან ეს მრავალი წლის მოლოდინის შემდეგ აქვს ამის შესაძლებლობა ნებისმიერ სპორტსმენს და ასევე ჩვენ ნაკრების წევრებს ძალიან უნდათ ყოველთვის მშობლიურ კედლებში ასპარეზობა და სინანულით აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობა ხშირად ეძლეოდათ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის მშობლიურ კედლებში ასპარეზობა და თუ გავითვალისწინებთ ბათუმში ჩატარებულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ინგა გურგენიძის წარმატებით და გამარჯვებით დასრულებას, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ მაყურებლის მხარდაჭერა, გულშემატკივრობა, ის აპლოდისმენტები და ოვაციები ყოველთვის მატებს სტიმულს სპორტსმენს საუკეთესოდ შეასრულოს თავისი გამოსვლა.
გასაგებია, სანამ დაგემშვიდობებით, ბოლო შეკითხვა არის ასეთი, აღნიშნული ახალი ყინული სასახლე, რომელიც დიღომში მდებარეობს, არის თუ არა შესაბამის მდგომარეობაში, თუ არის საჭირო კონკრეტული კორექტირების შეტანა ფიგურული სიგურაობისთვის, თუ ეს როგორი ფორმითაც დღეს არსებობს, არის ჩვეულებრივად გამოსაყენებელი. ველოდებით ჯერ კიდევ რომ სრულად დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ვფიქრობ, რომ ოქტომბრისთვის უკვე სულ მზადყოფნაში იქნება. კორექტირება მხოლოდ მცირედი დასჭირდება, იქ არის დამონტაჟებული ხოკეშის განკუთვნილი დამცავი მინები და ამ შემთხვევაში იქნება მათი დროებითი დემონტაჟი საჭირო. გასაგებია, ჯერჯერობით არსებობს საკმაოდ დიდი დრო, ოქტომბრამდე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. წარმატებებს გისურვებთ და პრინციპში როგორც მორიგ გამარჯვებას ისე განვიხილავთ თქვენი ფედერაციისთვის მასპინძლობის უფლების მოპოვებას, რადგანაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, მარტო ყინულის მოედნის სტანდარტული ზომები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვათ იყოს ესა თუ ის ტურნირი ჩატარებული კონკრეტულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილად ჩვენთვის ძალიან პირველ რიგში ძალიან სერიოზული გამოწვევა და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ, რადგან ეს ნდობის ფაქტორიც იყო და ვეცდებით ყველანაირად გავამართლოთ საერთაშორისო გაერთიანების და იმ სპორტსმენების და იმ ქვეყნების წარმომადგენლების იმედები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ესტუმრებიან. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მაგა გიორგობიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ფიგურული სიგურაობის საერთაშორისო ტურნირის შესახებ, რომელსაც ოქტომბრის თვეში საქართველო უმასპინძლებს. მესამე საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ დრო აღარ გვჩება. მესამე საკითხი უკავშირდებოდა ხელბურთს. ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ზედიზედ სხვათა შორის და გვიან ღამით გუშინ შედგა ევროპის ჩემპიონატის კენჭისხრა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები. ევროპის ჩემპიონატი დაიწყება 15 იანვარს 2026 წლის 15 იანვარს და დასრულდება 1 თებერვალს. ტურნირს მასპინძლობს სკანდინავიის 3 ქვეყანა, ნორვეგია, შვედეთი და დანია. ასე რომ ძალიან საინტერესო საახალწლო პერიოდი გველოდება, იმიტომ რომ იანვარი მაინც საახალწლო პერიოდია ქართველებისთვის, სპორტული თვალსაზრისითაც იქნება დაინტერესებული. ბუნებრივია ეს თემა არ დაიკარგება ჩვენი ინტერეს და ხედვის არეალიდან და შესაბამის ადამიანებთან, შესაბამის სპორტსმენებთან და მთავარმწვრთნელებთან აუცილებლად ვისაუბრებთ ამ გამოცდილების შესახებ, რაც უკვე საქართველოს აქვს ევროპის ჩემპიონატზე. მე ვახუ გაფრინდაშვილი ვარ, სპორტის თემა კი დაახლოებით არა, ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებად. რადიო იმედის